ჯერ თამდეში გასწავლოთ როგორ შეიძლება დავაყენოთ Android-ის მობილურსა თუ პლანშეტურ აპარატზე My Video Uploader-ის აპლიკაცია. პირველ რიგში შევიდეთ My Video G-ზე და გადავიდეთ ფუნქცია ატვირთვაში. დავჭერთ მასზე. ისე აქ გამოჩნდება სხვა ფუნქციები. ჩვენ თუ გვინდა დავაყენოთ რომ შევძლებთ iPhone-ის ან Android-ის მობილურ აპარატიდან შესაძლოა ვიდეოს ატვირთვა. უნდა ავირჩიოთ სამამისი აპლიკაცია, ანუ აქ არის iPhone-ისთვის App Store და Android-ისთვის Google Play. რაგნო ავირჩიოთ ამ შემთხვევაში მე Android-ის მობილური აპარატი მაქვს და ავირჩიო Google Play-ს. დავჭერთ მასზე, შესაძლოა გამოჩნდება სხვა ხილაკები. ავირჩიოთ მეოთხე ხილაკი, ამ შემთხვევაში მე ავირჩიო Play Store-ის, რადგან Android-ზე მინდა რომ დავაყენო ეს. არის გადავედი Play Store-ში, სადაც გამოჩნდება თავის სკრინშოტი, თუ როგორ იქნება პროგრამა და ასევე აქ არის ხილაკი install. დავაჭერთ მასზე. დავითნახოთ და დავუვიდოთ მის გამოწერას. თქვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორი გამოვა ის დაყენების შემდეგ, ნუ ესეთ ვიზუალურ მხარეს მიიღებს ის. აქ უნდა შევავსოთ ჩვენი ნიკი და პაროლი და ჩვენ ვიღებთ ავტორიზაციას და ავიღებთ ჩვენთვის სასურველ ვიდეოებს. კარგი, ნუ დავავიდოთ. უკვე გამოწერილია და გავხსნათ. ვნახოთ რა ხდება. კარგი, ნუ გამოწერილი მაქვს აქ გამოჩნდება ესეთი ნიკი და პაროლის შესაყვანი ველი. აქ შევიყვან ჩვენს ნიკს. აქ პაროლი. დავიწყოთ ავტორიზაციას, შეგედაც შევალთ ჩვენ პროგრამაში. კარგი, ნუ აქ გვაქვს ხილაკი, ესეთი, დავაჭერთ მასზე. შეგედაც გადავალთ ჩვენ ვიდეოების განყოფილებაში. აქ ავირჩიოთ იმ ვიდეოებს, რაც ჩვენ გვაქვს არსებული ჩვენს აპარატში. მაგალითად ავირჩიოთ ეს და ნუ გადავალთ ამ ქვევრზე. აქ შევიყვან ჩვენს სახელს, ვიდეო. აქ ავიმეორებთ სახელს. და აქ ავირჩიოთ კატეგორიას, თუ რა კატეგორიაში უნდა დავამატოთ ეს ვიდეო, ანუ ავტვირთოთ. ნუ ავირჩიოთ ნებისმიერ მაგალითად და დავაჭერთ save. ისე დაიწყება მისი ატვირთვა. მოგეთ, ვიდეო დასრულებულია. დიმლოკრებისათვის. ნახვამდის.